მოგესალმებით მეგობრებო. თუ მხედავთ გამაგებინებთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ Zoom-ით შემოვედი და ცოტა მე მგონი რაღაცა დროში ურევს ეს ამბები და თუ გესმით, ჩემი კომენტარებში დაწერეთ რა თუ შეიძლება, იმიტომ რომ პრეზენტაცია მინდა გაჩვენოთ და ამიტომ დამჭირდა Zoom-ი, არ ვიცი, Facebook-ში შეიძლება თუ არ შეიძლება მე არ ვიცი. Ძალიან კარგი. მაშინ ჩავთოთ ეგერ ეკრანის დემონსტრაცია. წესით ეკრანზე უნდა გამოჩნდეს პრეზენტაცია. თუ ხედავთ, გამაგებინეთ, მომწერეთ შეიძლება ხედავთ პრეზენტაციას და დავიწყოთ. იმიტომ რაღაცეები გვაქვს, ასე ვთქვათ, თეორიულადაც გასაგები გარდა პრაქტიკული სავარჯიშოებისა. შესაბამისად, მე გთხოვთ, რომ ეს ეთერი გააზიაროთ მაქსიმალურად, გნებავთ პირად მიმოწერებში, გნებავთ თქვენს კედელზე, Facebook-ში ან სხვა სოციმედიაში, იმისთვის რომ შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, ვასწავლოთ, როგორ შეიძლება შოკის და ტრავმის დაძლევა, იმის გათვალისწინებით რა სიტუაციაში ვართ ყველანი ერთად, ჩავარდნილები. შეიძლება ეს ცოდნა, ეს უნარები დაგჭირდეს აბსოლუტურად უეცარ მომენტებში. როგორც ამბობს ჩემი მეგობარი ერთი, ძალიან ჭკვიანი კაცი, ომი ისეთი მგელია, უეცრად მოდისო და ჯვარი გწერია, ბუნებრივია, მაგრამ მაინც ცოდნით და უნარებით შეიარაღებულები, როდესაც ვართ, მაინც ჯობია. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საინფორმაციო ომის პირობებში ვართ, ხო? შემიძლია გითხრათ, რომ ის ცოდნა და უნარები, რომელსაც დღეს ვეცდები, რომ მაქსიმალურად გადმოგცეთ, იქნება ძალიან პრაქტიკული, გამოსადეგი და მოკლედ შეძლებთ, რომ უშველოთ საკუთარ თავსაც, ახლობლებს, ნაცნობებს, შეიძლება პროფესიულად მუშაობთ ადამიანებთან და მიუხედავად თქვენი უკვე არსებული კომპეტენციისა და ცოდნისა, შეიძლება რაღაცა ახალი და ასე ვთქვათ, სასარგებლო აიღოთ აქედანაც და შესაბამისად, ყველამ ერთად უკეთესად დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. აბა დავიწყოთ, მაშინ ესე იგი, როგორ დავძლიოთ სტრესის და შოკის მდგომარეობა. პრეზენტაციას თუ შეხედავთ ეკრანზე, ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური ტრავმის 4 პირობა. პირველი პირობა ეს არის, უნდა აღმოჩნდეთ საფრთხის შემცველ სიტუაციაში. ეს საფრთხე შეიძლება იყოს რეალური, შეიძლება იყოს წარმოსახვითი, მაგრამ ჩვენ თუ ჩავთვალეთ, რომ ვართ ჩავარდნილი საფრთხის სიტუაციაში, იზრდება იმის შანსი, რომ დაგვემართოს შოკური ტრავმა ან სტრესი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. არსებობს ჩამონათვალი მთელი რიგი სიტუაციების, სადაც გვინდა თუ არ გვინდა, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ, რა ინტერპრეტაციას ვაძლევთ, რა ჩავთვალეთ, რა არ ჩავთვალეთ, ჩვენი ტვინი მაინც განიცდის სტრესს და ხანდახან უძლიერეს შოკს. ამაზე ცალკე ვისაუბრებ ცოტა ქვემოთ. ესე იგი, პირველი კომპონენტი ეს არის სიტუაცია, რომელიც შეიცავს საფრთხეს. მეორე კომპონენტი ეს არის დაკარგვის საშიშროება. ნებისმიერი რაღაცის დაკარგვის საშიშროება, ამაზე ვისაუბრებ ცალკე, ასე ვთქვათ, ყოველ პუნქტს აი ამ 4-დან განვიხილავთ ცალ-ცალკე. მესამე კომპონენტი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოწყვლადი გავხდეთ ტრავმისთვის, შოკისთვის და სტრესისთვის, ეს არის ტვინის მოწყვლადი მდგომარეობა როგორც ასეთი. არა ცნობიერების, არამედ ტვინის როგორც ორგანოს. ხო, არსებობს სხვადასხვა რეჟიმები ტვინის ფუნქციონირების. შესაბამისად, მეოთხე კომპონენტი არის გამოუვალობის განცდა. აი გასაქცევი რო არა გაკარსეთ, უცებ. აი ეს არის 4 კომპონენტი, ასე ვთქვათ, 4-ვე თუ არ იმოცემული, ხო, ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება მივიღოთ საკმაოდ ძლიერი ტრავმა და უნდა ვიცოდეთ,
ამ ასე ვთქვათ, ნეგატიური ხანდახან საშიში მდგომარეობიდან როგორ ამოვიყვანოთ საკუთარი თავი, რაც შეიძლება სწრაფად. რატოა მნიშვნელოვანი ამის ცოდნა? იმიტომ რომ შოკურ მდგომარეობაში, სტრესულ მდგომარეობაში ჩვენი ტვინის, ასე ვთქვათ, უფრო თანამედროვე ნაწილები ითიშება და ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად. დენი ვერ მიდის ელემენტარულად, ასე ვთქვათ, აი დანაოჭებულ ნაწილში, ნახევარსფეროებს რომ ეძახიან, კერძოდ ნეოკორტექსს, რომელიც პასუხისმგებელია, ასე ვთქვათ, რაციონალურ აზროვნებაზე, გააზრებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, გააზრებულად და ასე შემდეგ. და ვხვდებით ლიმბიური ტვინის ამარა. ლიმბიური ტვინი ეს არის პირობითად ძუძუმწოვარას ტვინი, რომელიც არის 50 მილიონი წლის და რომლის ფუნქციაც არის რეპტილურ ტვინთან ერთად, არა მარტო ჩვენი დაცვა როგორც ორგანიზმის, არამედ ჩვენი ტომის დაცვა, ჯგუფის დაცვა. აი როგორც კი მიაკუთვნებს საკუთარ თავს რაღაცა ჯგუფს, აი რო ამბობ, ხო ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი სამეგობრო, ჩემი კოლექტივი, ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი. აი იმ რაღაცას, რასაც მიაკუთვნებს შენს საკუთარ თავს. თუ დაემოქრა რეალური ან წარმოსახვითი საფრთხე, ლიმბიური ტვინი მაშინვე იღებს, ასე ვთქვათ, კონტროლს თავის ხელში და შემდეგ გმართავს სრულად და ამ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილებები ღებულობენ ემოციურ ან ინსტინქტურ ხასიათს. და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყვანოთ საკუთარი თავი აი ამ, ასე ვთქვათ, ემოციური გაჭედილობის მდგომარეობიდან. აი ხო ხსმენიათ ქართული გადასარევი გამოთქვა ამან გაჭედაო. აი ზუსტად ეგ არის. როდესაც ადამიანი იკეტება ლიმბიური და რეპტილური ტვინის აი ამ მარყურში. ხო და პრაქტიკულად მისთვის ეს მაღალი ინტელექტი იძინებს. მეუწვდომელი ხდება. აქედან საკუთარი თავის ამოყვანა მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, როგორც კრიტიკულ სიტუაციებში, ისე არაკრიტიკულ სიტუაციებში, ფონური სტრესის სიტუაციებში და ასე შემდეგ. რაც უფრო სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობთ, თვით უფრო დიდია იმის შანსი, რომ a ცხოვრების ხარისხი იზრდება, b ელემენტარულად გადავრჩებით, ხო? მოდით განვიხილოთ ეს 4 პუნქტი ცალ-ცალკე. თუ შეიძლება კომენტარებში რომ ერთი სიტყვით დაწეროთ, რამდენად გასაგებად ვსაუბრობ, ასე ვთქვათ, ხო არ ვართულებ ძალიან. თუ გასაგებია ყველაფერი, აი შეგიძლიათ ეს დამწეროთ, რომ ყველაფერი გასაგებია. თუ რაღაცა რთულ რაღაცეებზე ვლაპარაკობ, ესეც მითხარით და გავამარტივებთ, ასე ვთქვათ, მეტყველებას. გადასარევი. აჰა, ესე იგი გასაგები. შესაბამისად, პირველი კომპონენტი ტრავმის მიღების პირობების ეს აი 4 კომპონენტიდან ეს არის საფრთხის შემცველი სიტუაცია. რა საფრთხეებია ეს? პირველი მიტოვებულობის საფრთხე. იმის საფრთხე, რომ ასე ვთქვათ, დარჩები მარტო. იმიტომ რომ ევოლუციის შედეგად ჩვენში ასე ვთქვათ, ჩაიწერა და ჩაიბეჭდა, რომ ჯგუფში, ჯოგში, ტომში ანუ ერთად გადარჩენა უფრო მარტივია ვიდრე ცალ-ცალკე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კარგავ კავშირს აი ამ ერთობასთან, ხო, კარგავ კავშირს უსაფრთხო სივრცესთან. ეს გვაქვს, ასე ვთქვათ, უპირობო შიში. აი თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს იყო ესეთი სადისტური ჩვევა, ბავშვს ახალშობილს იღებდნენ, დედას აშორებდნენ და მიყავდათ სადღაც აწვენდნენ სხვა ოთახში თუ იზოლატორში, რა ჯანდაბაც ერქვა. ხო და შესაბამისად ეს ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებდა იმ დროს ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ახალშობილს, ხო? შესაბამისად, ნებისმიერი მიტოვებულობის შიში ძალიან ძლიერ ტრავმას გვაყენებს. შემდეგ სიმაღლის შიში ბუკვალურად, ხო, მე-10 საათულიდან რო იხედები და რო გონია რომ ვარაკაია, შენი ტვინის რაღაცა ნაწილი ამ დროს განიცდის საკმაოდ სուთ მდგომარეობას. უჩვეულო სიტუაცია, ახალი სიტუაცია, ნებისმიერ ახალ სიტუაციაში რა გადასარევადაც არ უნდა მოგვეჩვენოს თავიდან. ესე იგი, პირველი ინსტინქტური რეაქცია ჩვენს ტვინს, სიღრმისეული რეაქცია აქვს ამ ახალ პირობებზე, ახალ სიტუაციებზე, უჩვეულო სიტუაციებზე, როგორც საფრთხეზე. სკანირებას აკეთებს და ასე ვთქვათ, თუ ვერ აღმოაჩინა საფრთხე, მერე იწყებს მოდუნებას ნელ-ნელა, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ტვინის რაღაცა ნაწილი ამას აღიქვავს პოტენციურ საფრთხე. დაჭერის შიში, თავისუფლების დაკარგვის შიში, ანუ ღია სივრცის შიში, აი მოედანზე რო ხარ, ხო? და დასამალი რო არ არის არსად, ტრიალ მინდორში როცა ხარ, გზაზე როცა ხარ,
და აი გაიხედ გამოიხედები, ასე ვთქვათ და პოტენციურად არ არის რას ამოეფარო. ორმო, ხე, შენობა, კიდე რაღაცა. ეხო ვითომ გადასარევად გრძნობ ამ დროს თავს, ღია სივრცეზე რაღაცა მოედანზე ხარ გამოსული, მაგრამ შენი ტვინის რაღაცა ნაწილი ამ დროს ხდება ცუდად. და ასე ვთქვათ, იძაბება, ქმნის წინა პირობას იმისთვის, რომ მივიღოთ ტრავმა. მოკვდინების შიში, აქ მე მგონი ყველაფერი გასაგებია. შემდეგ მცოცავი არსებების შიში, ნებისმიერი არსება, რომელიც ცოცავს. გველით არაკანახული, იქი ობობა, აი აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? გვაქვს ინსტინქტური შიშის რეაქცია და უხილავი საფრთხეები. საფრთხეები, რომლებსაც ვერ აღვიქვავთ თვალით. მაგალითად, გრიპი, პანდემია, რადიაცია, ქიმიური მომწამლელი ნივთიერებები და ასე შემდეგ. თვალით რაც არ არის ახმადი, ესეც იწვევს საკმაოდ ძლიერ სტრესულ განცდებს. განვიხილოთ მეორე კომპონენტი, რომელსაც ქვია დაკარგვის საშიშროება, ტრავმის მეორე კომპონენტი. რისი დაკარგვის საშიშროებაზე გვაქვს ავტომატური, ასე ვთქვათ, სტრესული რეაქცია და შოკი. სიცოცხლის დაკარგვის საშიშროებაზე, ურთიერთობების, ოჯახის, რეპუტაციის ან სტატუსის, ანუ სახის დაკარგვის, უსაფრთხოების, დაცულობის, თავისუფლების, არჩევანის, ასევე ნორმალური ფუნქციონირების დაკარგვის, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინვალიდობის შიში გვაქვს. ესენიც, ასე ვთქვათ, ძალიან ძლიერ სტრეს ფაქტორებს წარმოადგენენ როგორც ასეთ. მესამე კომპონენტი 4 ჩამოთვლიდან არის ტვინის მოწყვლადი მდგომარეობა. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ტვინის ნეიროლანდშაფტი, ხო, მისი ნეიროქიმიური მდგომარეობა იმ მომენტში, რომელიც განაპირობებს ან მოწყვლადობას სტრესისთვის, ტრავმისთვის, ასე ვთქვათ, დარტყმისთვის ხდება ძალიან ისეთი მოწყვლადი. ამ პირიქით ძალიან მედეგი მდგომარეობა აქვს, ხო? აი მოწყვლადობას რა ქმნის? ადრე გადატანილი მსგავსი შოკური სტრესული სიტუაცია, მაგალითად 2008 წელს თუ აღმოჩნდით უშუალოდ საომარი მოქმედებების, ვთქვათ, ეპიცენტრში, ან თუნდაც პერიფერიაზე, მაგრამ მაინც შეიძლება შემდეგ ტელევიზორში დაინახო რაღაცა კადრები იმდროინდელი, ან ეხლა რაც ხდება, ამას ხედავდე, ან გესმოდეს და ეს იწვევდეს, ასე ვთქვათ, ტრავმული მდგომარეობის გამეორებას. შეიძლება ამან გამოიწვიოს შოკი. მეორე მომენტი, რომელიც ქმნის ტვინის მოწყვლადობას, როგორც ასეთს, ეს არის კატეგორია ბავშვების, პატარა ბავშვები, რომლებიც მშობლებზეა დამოკიდებული, ხო? მათი ტვინიც მოწყვლადია ტრავმირებისთვის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ქმნის ესეთ მოწყვლადობას, ეს არის რთული დღე, გამოფიტვა, უძილობა და დაკანცულობა. ესეც ამცირებს ჩვენი ტვინის მედეგობის უნარს. მეოთხე ფაქტორი, ეს არის გამოუვალობის განცდა, ეგრეთ წოდებული, ხო? არ ვიცი სად გავიქცე, ან ბუკვალურად ჩაკეტილი ვარ რაღაცა სივრცეში, მიბმული ვარ, დამწვდეული ვარ, ასე ვთქვათ, ხო? ან სიმბოლურად. არ ვიცი სად გავიქცე ქვეყნიდან, ქალაქიდან, აი მაგალითად, უსებ ახალ ამბებში რომ გაიგოთ, რომ ქალაქის შემოსასვლელები დაიკეტა. ამ დროს შენი ტვინის რაღაცა ნაწილი აღიქვავს ამას საშიშროებას და პოტენციურად იქნება ტრავმის მიღების წინაპირობა. ცალკე, მოდი განვიხილოთ შოკური ტრავმა. რა არის შოკური ტრავმა? შოკური ტრავმა ეს არის ისეთი ტრავმა, რომელსაც ვებულობთ სიტუაციაში, სადაც იქმნებოდა სიცოცხლის დაკარგვის საფრთხე. სადაც შეგვეშინდა რომ მოგვდებით, მარტივად რო ვთქვა, ხო? შეიძლება წარმოსახვითი ყოფილიყო ეს საფრთხე, შეიძლება რეალური ყოფილიყო ეს საფრთხე, მაგრამ შოკური ტრავმის მიღების ალბათობა ამ შემთხვევაში არის სავსებით მაღალი. როგორია შოკური ტრავმის ნიშნები? აი ჩამოთვლილი ნიშნებიდან, რასაც ეხლა ჩვენ ჩამოვთვლით. რომელიმეს თუ იპოვით თქვენში ან რამდენიმეს, ხო? როგორც მინიმუმ, როდესაც გვექნება ამის საშუალება და ფუფუნება მიმართეთ ფსიქოთერაპევტს და დღეს ჩვენ ვისწავლით სავარჯიშოს რამდენიმეს, რომელიც მოგცემს საშუალებას საკუთარ თავს აღმოუჩინოთ პირველი დახმარებათან სწრაფად. ესე იგი, შემდეგი სიმპტომები გვაქვს, შემდეგი ნიშნები გვაქვს, ჰიპერაღზნებულობა, ხო? აი ისეთ შაჟ-თავისძლება გეგონება კანი გადაგაძრეს და
ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ყველაფერს გზნობ. ამ ფონზე მატულობს შფოთი, ამ ფონზე მატულობს ღელვა, კონცენტრაციის უნარი იკარგება, გინდა რომ წაიკითხო რაღაცა ვერ კითხულობ, ასე ვთქვათ, სკროლავ ინტერნეტს, Facebook-ს, სოციმედიასთან არ კითხულობ, რეალურად რო ნახო, ხო, ინფორმაციის ეს არ გაქვს, ინფორმაციას არ აღიქვა ამ მომენტში, ხო? უბრალოდ რიტუალურად სკროლავ ამას. რო იცოდეთ, რიტუალური მოქმედებები არის შფოთის დაძლევის ერთ-ერთი ჩვენი გზა ადამიანური. შესაბამისად, ეს Facebook-ის სკროლვა მაგალითად ან სხვა სოციმედიის, ან კიდევ რაღაცა ესეთი განმეორებადი ერთი შეხედვით უაზრო მოქმედებების მიზანი არის შფოთის მინიმიზაცია. ასევე ამ შემთხვევაში უძილობა, ხო? შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ შოკური ტრავმა გვაქვს გადატანილი. კიდევ ერთი ნიშანი და სიმპტომი არის ფსიქოლოგიური შეკუმშვა. სხეულის ზომის დაპატარავების განცდა, ხო? აი ფიზიკური შებოჭილობის განცდა შეიძლება იყოს. ასევე გაღიზიანებულობა ყველაზე და ყველაფერზე. უმიზეზოდ ხანდახან. ამასთან ერთად უსუსურობის განცდა, მოვლენებზე ზემოქმედების უუნარობა, ანუ კონტროლის დაკარგვის უნარი საკუთარ ცხოვრებაზე. ჩვენი ცხოვრების კონტროლის მოთხოვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილება პრინციპში, ისეთივე როგორც ბევრი სხვა ძირითადი ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილება, ხო? როდესაც ადამიანი კარგავს თავის ცხოვრებაზე და ბედზე კონტროლს მთლიანად, ან ნაწილობრივ, ხო, ეს შეიძლება გახდეს მისთვის სტრესის და შოკის წყარო. შესაბამისად, უსუსურობის განცდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პოსტ-შოკურ მდგომარეობაში. ასევე დისოცირება, სხეულიდან გამოსვლა. არ ვიცი, ჯვარი გწერიათ, მაგრამ ძლიერი ტკივილის შოკის პირობებში ხანდახან ესეთი წარმოდგენა ექმნება ხოლმე ადამიანს, გეგონება საკუთარი სხეულიდან გამოვიდა ტკივილისგან, ასე ვთქვათ. ასე იცავს ჩვენი ფსიქიკა თავს ძალიან ძლიერი ტკივილის დროს ელემენტარულად შეშლისგან, გაღიზიანებისგან, გაგიჟებისგან. ხო, აი წარმოიდგენ, გეგონება გამოხვედეს, გამოფრინდეს საკუთარი სხეულიდან, საკუთარ თავს გვერდიდან უყურებ და ვითომ ეს იმას ემართებოდა ყველაფერი და ასე და არა შენ. თუ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ძლიერ შოკს განიცდის ადამიანი იმ მომენტში. ასევე სხეულის შეგრძნებების ფრაგმენტაცია. რაღაცა ნაწილების გრძნობ, რაღაცას არა. რაღაცა ნაწილების სხეულის არის ცივი, რაღაცა ნაწილები არის თბილი, თან აი ლოგიკას რო ვერ გაიგებ, ხო? რაღაცა მუცლის რაღაცა ნაწილი შეიძლება ერთადღიაც იყოს გაყინული და 2 სანტიმეტრში შეიძლება იყოს ცხელი, მაგალითად, ხო? ასევე დაბუჟება სხეულის ნაწილების, ესეც მიუთითებს ამაზე. შემდეგი ნიშანთა ჩამონათვალი, ხო? რა ნიშნები გვაქვს კიდევ შოკური ტრავმის შემთხვევაში. გამძაფრებული ყურადღებიანობა, აი ყველაფერს რო ეჭვის თვალით უყურებ, ხო? ეს გარეთ რო გამოდიხარ და საფრთხის მოლოდინში რო ხარ, მაგალითად, პანჯრებთან რო არ მიდიხარ და ასე შემდეგ, ხო? რასაც მოსდევს წნევის აწევა, არტერიulis ბუნებრივია, სუნთქვის გაძნელება, რითმის დარღვევა და არითმია ზოგადად. თუ გაქვთ სინათლის და ესეთი საკმაოდ ხმამაღალი ბგერების მიმართ განსაკუთრებული გრძნობიარობა, აი გარეთ მზიანი ამინდია, ხო, თქვენ იღებთ და ასე ვთქვათ ფარდებს ხურავთ და ცდილობთ მაქსიმალურად დაახშოთ გარედან შემომავალი ვიზუალური ინფორმაცია და ხმოვანი ინფორმაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ შოკური ტრავმა პოსტ-შოკურ პირობებში ხართ და ელემენტარულად ხართ სამკურნალო ფსიქოთერაპევტი. გჭირდებათ ნორმალური ხარისხიანი ფსიქოთერაპია, ანუ ვიცოდეთ ეს ამბავი. კიდევ რა ტუალეტში გახშირებული სირბილი არ აქვს მნიშვნელობა ასე თუ ისე, ხო? ამგვარად ხანდახან შიშის რეაქცია ტოვებს ჩვენ ორგანიზმს და თუ ხშირად დავდივართ ტუალეტში, ესე იგი ორგანიზმი ამ დროს უბრალოდ ჩვენი ტვინი განიცდის ძალიან ძლიერ შიშს. ასევე ახლობლებთან კონტაქტის მოშლა, აი რატომღაც ქრება ახლობელ ადამიანებთან ემოციური კავშირი და ამ კავშირის აღდგენის სურვილი, ხო? და თან ცდილობ, რომ მაქსიმალურად დისტანცირდე. აი ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ტელეფონზე გირეკავს ადამიანი, არაფრით არ ხარ დაკავებული ამ მომენტში, მაგრამ ისე შთაბეჭდილება აქვს, რომ ეხა აი ამას უპასუხო, ხო? აი გეგონება შტანგა უნდა ავწიო რაღაცა, ცემენტის ტომარა. და შესაბამისად არ აკეთებ ამას. აი ეს მიუთითებს იმას, რომ პოსტ-შოკურ მდგომარეობაში ხარ.
ასევე ღამის კოშმარები და ესეთი ბევრი კოშმარული სიზმარი, სუმბურული სიზმარი ძალიან დიდი რაოდენობით მიუთითებს იმაზე, რომ პოსტ-ტრავმატულ მდგომარეობაში ხარ. სიცივის მუდმივი შეგრძნება, თუმცა გარეთ შეიძლება თბილა, აი უმიზეზოდ რო შეგცივდება, ხო? შეიძლება იყოს შოკური მდგომარეობის სიმპტომი. ნუ ასევე პანიკური შეტევა. როგორც ასეთი. კიდევ ერთი ნიშანი შოკური ტრავმის, ეს არის დროის აღქმის აღრევა. რო არიცი, რომელი საათია? დილა, შუადღეა, ასე ვთქვათ, ადრეული საღამოა, გვიან საღამოა, უქმეა, სამუშაო დღეა, ხო? როდესაც ვერ საზღვრავ, არეული რო გაქვს ტვინი აბსოლუტურად, მათ შორის უძილობისგან აი ამ პირობებში. აი ამ რაღაცებს თუ აღმოვაჩენთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან ან სხვებთან, იცოდეთ, რომ დახმარება გჭირდებათ პროფესიული. ეხლა მაშინ დავხუროთ ეს პრეზენტაცია და გადავიდეთ უშუალოდ ამ ყოველივე ამის განეიტრალების და ამის, ასე ვთქვათ, შოკისგან და სტრესისგან დაცვის მეთოდებზე. როგორ ვაკეთებთ ამას? ესე იგი, პირველი დავიმახსოვროთ ძალიან მარტივი ხერხი. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდით შოკურ, სტრესულ პირობებში და ასე ვთქვათ, აი ჩამოთვლილიდან აქამდე რაც ვთქვით, ნებისმიერი რაღაცა არის წარმოდგენილი, ესე იგი, პირველი რას ვაკეთებთ? გვჭირდება გადავიყვანოთ ჩვენი ტვინი დელტა რიტმში. დელტა რიტმი ჩვენი ტვინის ფუნქციონირების არის რიტმი, როდესაც ჩვენ გვძინავს ღრმა ძილით. ხო, ღამე. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ასე ვთქვათ, ტვინი საკუთარი თავის აღდგენით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასე ვთქვათ, შოკის, სტრესის, საშიშროების შემთხვევაში ჩვენი ტვინი ადის აბსოლუტურად საპირისპირო რეჟიმში გამმა სიხშირეებში, ხო? ეს არის აი ტვინის ფუნქციონირების ყველაზე ინტენსიური ფორმატი. და როგორც წესი, იმ შემთხვევაში თუ რაღაც საფრთხეს განვიცდით, გრძნობთ ან წარმოვიდგენთ, ხო? ჩვენი ტვინი გასულია აი ამ გამმა მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვიყვანოთ ქვემოთ დელტა რეჟიმში. როგორ ვაკეთებთ ამას? 4 მოძრაობა უნდა დავიმახსოვროთ. აქედან ნებისმიერი ერთ-ერთი შეგვიძლია ამოვირჩიოთ. პირველი მოძრაობა არის ეს. აი ეს ნაწილები. თითები არ გჭირდება ამ შემთხვევაში, გჭირდება ხელის გულები. და მოძრაობა უნდა იყოს, აი მოფერებას უნდა გავდეს უფრო. მაგალითად, ეს მოძრაობა შეიძლება გამოვიყენოთ. შეიძლება აი ეს მოძრაობა გამოვიყენოთ, თუ გვაცვია, ესე ვთქვათ, ერთი შრეტანსაცმელი, ხო? პიჯაკი რომ ეცვას ახლა, ხო, აზრი არ ექნებოდა. ან საერთოდ თუ არ გაცვია აი ამ ერთი ტანსაცმელი, თლად კარგი. ან შეგიძლია აი ესეთი მოძრაობა გამოვიყენოთ. კიდევ ერთი მოძრაობა არის აი ესეთი. ესე იგი, შუბლიდან ვიწყებთ ესეთი მოფერებითი მოძრაობები, აი შუბლიდან ნიკაპისკენ, შუბლიდან ნიკაპისკენ. და მეოთხე ეს არის ცხვირიდან აი ესე ყურებისკენ და ქვემოთ ლოყებზე, ხო? აი აქედან ნებისმიერი შეგვიძლია ამოვირჩიოთ. იმ შემთხვევაში თუ ვართ ხალხში, ხო, ხა წარმოიდგინე, ხალხში ხარ, ღელავ, სუდად ხარ, თან ბავშვები გიყურებენ კიდე ხანდახან და აი არ გინდა უჩვენო ბავშვებს, რომ ღელავ, იმიტომ რომ მათ უმზაფრდებათ საფრთხის განცდა. და შეიძლება ამან მიაყენოთ ცალკე ტრავმა. ბავშვების თემა კიდე ცალკე რაღაცა აქვს, რაღაცა ერთი მომენტი უნდა ვიცოდეთ ძალიან მნიშვნელოვნად, რომ ესეთ ნერვოზულ სიტუაციებში, კრიტიკულ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივცეთ იმის სიგნალი, რომ ჩვენ ვართ თავდაჯერებულად. ამისთვის ბუნებრივია ის სავარჯიშო, რომელსაც მე ეხლა მოგცემთ, არის აბსოლუტურად გამოსადეგი, რომ სწრაფად დავიბრუნოთ საკუთარ თავზე კონტროლი. თუ გეკითხებათ ბავშვი რა ხდება, უთხარით რაც ხდება, მაგრამ უთხარით რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შენ დაგიცვათ და იმისთვის რომ შენ იყო უსაფრთხოდ. აი ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს უთხრათ. ნუ დაუმალავთ რაც ხდება, იმიტომ რომ მაინც ხედავს რა ხდება, თქვენ რო ატყუებთ, კიდევ უფრო ეშინია. ასე ვთქვათ, კიდევ უფრო პანიკდება. პირიქით უთხარით რაც ხდება, მაგრამ უთხარით რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და შენ იქნები უსაფრთხოდ, იმიტომ რომ ჩვენ დაგიცავთ. ესე იგი ვაკეთებთ რას? თუ განვიცდით აი ამ შოკს ან სტრესს იმ მომენტში, ხო? აი ესეთი მოძრაობა. ასე ვთქვათ, რომ რაღაცა შეკითხვების დასმა არ დაგიწყონ, აი ესეთი რაღაცეების კეთება, რომ დაიწყო რა გჭირს გეტყვიანთან. ეხლა
1000 დააბშტვენილი არსება და დისკი კიდე გარშემო და ნუ შეიძლება სასაცილოთაც დაქცინონ ელემენტარულად, ხო? ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ აი ესე. აი ეს მოძრაობა. აი ამას ვაკეთებთ და ცოტა ხანში ვატყობთ დაახლოებით 7-დან 10 წუთში, რომ აი მოდუნდა ტვინი, სხეული გათბა, ნორმალური სუნთქვა აღვიდგა. ეს ნიშნავს, რომ შოკიდან გამოვედით იმ მომენტში. სხვა რაღაცა სავარჯიშოების კეთება იმ დროს, როდესაც აქტიურ, ასე ვთქვათ, კრიზისულ ვითარებაში და სიტუაციებში ვარ, აზრი არ აქვს პრინციპში, ხო? ამიტომ დავიმახსოვროთ, აი ეს, ან ეს, როგორც გაგიხართ. ეს პირველი. ეხლა თუ სხვა ადამიანი ჩავარდა ესეც სტრესულ შოკულ მდგომარეობაში. შეგიძლიათ თხოვოთ, რომ მოდი რა, აი თან ხო ელაპარაკებით, პრინციპში რაზეც ეუნებით, იქიდან 90% არ ესმის იმ მომენტში იმას. უბრალოდ თხოვეთ, რომ აი მოდი რა, აი ეს ჩემთან ერთად დაიწყე ხელების აი ესე კეთება. ან თუ არ გამოსდის, გააშლევინეთ აი ესე ხელები და აი ასე ვთქვათ, ხელის გულებზე თქვენ აკეთეთ მის ხელის გულებზე აი ესეთი მოძრაობები, ხო? ეს მოფერებითი მოძრაობები. ან შეიძლება დავიждეთ წინ და აი ამ ასე ვთქვათ, ხელის ეს გარე მხარეებზე აი ესე აკეთოთ ასევე 7-დან 10 წუთამდე, ცოტა ხანში შეატყობთ, რომ აი დამშვიდდა დაწმევთ. ეხლა, როდესაც ასე ვთქვათ, აქტიური კრიზისული რაღაც მოვლენები დამთავრდა და შედარებით გვაქვს წნარი სიტუაცია. სადაც შეგვიძლია ცოტა მეტი დრო დაუთმოთ, ასე ვთქვათ, აი ამ სტრესული და შოკური მდგომარეობების დაძლევას. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? მოდი გავაკეთოთ ეხლა ერთი სავარჯიშო. ეს სავარჯიშო შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ფონური სტრესის მდგომარეობა, ვცხოვრობთ პრინციპში სტრესულ მდგომარეობაში. ხო, რაღაცა ხანძარში ვართ, რა ეს ფიგურალურად რო ვთქვათ. ეს მომენტი, თუ რაღაცა მოხდა, უკვე დამთავრდა და ასე ვთქვათ, მაგრამ დაგრჩათ ეს სტრესული შოკური მდგომარეობა, თუ ფლეშბეკები ჩნდება, სურათებად თუ გახსენდებათ რაღაცეები, უსიამოვნო მომენტები თუ ჩაიბეჭდა, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ტელევიზორში ნახეთ, ინტერნეტში თუ ცხოვრებაში. ან შეიძლება კიდე როგორ რაღაცა იყოს, ცით? ვერ ხსნით საიდან მოდის ეს მდგომარეობა, მაგრამ აი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რაც ჩამოთვალეთ, ხო? ან სხეულის გაციება, სუნთქვის არევა, შფოთი და რაღაცა. უბრალოდ სხეულს აჯანჯღავებს მაგდივად ეს სიტუაცია და ვერ გამოდიხართ აქედან. და ამას არ მოსდევს არანაირი გაცნობიერებული აზრები, ასე მოიხედებით და ნუ ვარსაიდან, მაგრამ გრძნობ ამას. ეს შეიძლება იყოს ფონური სტრესის შეგრძნების მდგომარეობა, როდესაც ყველა გარშემო ამით შეპყრობილი. ფსიქიკური ეპიდემიების ცნება არსებობს ესეთი, ანუ არსებობს ფსიქიკური გადადების კანონი, როცა შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს გადადონ სხვა შინაგანი განსაკუთრებით ძლიერი მდგომარეობები, იმიტომ რომ სტატიკური ელექტროობა ჯერ არავის უარღვია ჯერჯერობით. ხო და ეს არის აი მდგომარეობების გადაცემის მექანიზმი. შეიძლება შენ ძალიან პოზიტიური ხარ, ოპტიმისტური ხარ, მაგრამ გავიდა შენი ოჯახის წევრი გარეთ, დაელაპარაკა ვიღაცას, იმან დააფრთხო, ეს დამფრთხალი მოვიდა, შენ დაგელაპარაკა და ნუ რაღაცა დოზა მიიღე შენც აი ამ პანიკის. ამ შემთხვევაში რო აკეთებ რას? სხვა სავარჯიშო გვჭირდება. აკვიატება იქნება ეს, აზრები იქნება, რომელიც მოდის აი ამ სიტუაციებთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ პანიკა ან სტრესი არ აქვს მნიშვნელობა. ესე იგი, რას გთხოვთ ახლა? უბრალოდ აი პირდაპირ ახლა ამ მომენტში თუ ხართ, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციაში, თუ არ ხართ იმასთან საჭესთან, თუ არ ხართ კაფეში და გიეს სახლში, თუ ხართ მოკლედ და შეგიძლიათ ერთი 10 წუთი ჩემთან ერთად მარტივი სავარჯიშო გააკეთოთ, შეიძლება კომენტარებში დავწეროთ 0-დან 10-მდე, აი ეხლა ამ მომენტში რამდენად ხართ დასტრესილები. 10. ნუ აი აბსოლუტურად ვერ ვაზროვნებ. გიჟვგევარ ბუკვალურად, სისულელეებს ვაკეთებ. ასე ვთქვათ, სააზროვნო დეგრადაციის მდგომარეობაში ვარ მოსული, 0 ვარ აბსოლუტურად მშვიდად. აი სად ხართ? ეხლა ამ მომენტში თუ შეიძლება კომენტარებში დავწეროთ. ესე იგი, პირველი ნაბიჯი არის იმის შეფასება, თუ
სად ვართ? თვითონ ეს შეფასება უკვე რთავს აზროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაფასოთ 0-დან 10-მდე სადა ვართ. ეხლა კომენტარებში ვხედავ, საკმაოდ ძლიერი სტრესის მდგომარეობა გვაქვს. შესაბამისად, ეხლა რას ვაკეთებთ უკვე? ერთხელ დავადეთ მეორეს და დავიწყეთ აი ესეთი მოძრაობების კეთება. აი. რომელიც უფრო მოფერებას უნდა გავდეს, ვიდრე ზმრით დაზელვას. ახლა დახუჭეთ თუ შეიძლება თვალი, ვაგრძელებთ. აი ხელის მოძრაობას არ აჩერებთ, სანამ არ გეტყვით, რომ ხელი გააჩერებთ. აი ხელის მოძრაობას ვაკეთებთ სულ. და მოდი წარმოიდგინეთ, რომ ხართ რაღაცა სიამოვნო სიტუაციაში, მაგალითად ზღვის პირას. და მოსეირნობ ზღვის პირას. მოდი ჩემთან ერთად ხმამაღლა დათვალეთ ნაბიჯები. მოდი 20 ნაბიჯი გავაკეთოთ აი ზღვის პირა, ასე ვთქვათ, პეიზაჟში, ხო? აბა დავიწყეთ 1, ოღონდ ისე რომ საკუთარი ხმა თქვენს გესმოდეთ 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ახლა ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას. გავახილეთ თვალი. თავი გაჩერებული გვაქვს ერთ ადგილას. გავიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. დახუჭეთ თვალი. ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას. ახლა მოწარმოიგინოთ, რომ კიდევ ერთ სასიამოვნო გარემოში ხართ, მაგალითად აი ლამაზ მწვანე მობიბინებულ მდელოზე ხართ და სეირნობთ აი ამ მდელოზე და მოდი აი გადავთვალოთ აქაც 20 ნაბიჯი, ხო? წარმოსახვაში. ოღონდ ხმამაღლა ისე რომ საკუთარი ხმა გესმოდეთ, მნიშვნელოვანია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას, ასე გავახილეთ თვალი, გაიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. დავხუჭეთ თვალი, ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას. მოწარმოიგინოთ, რომ მაგალითად აი ლამას კიბეზე ჩამოსეირნობ, ჩამოდიხართ აუჩქარებელი ნაბიჯებით და მოდი დავთვალოთ 20 ნაბიჯი აქაც, ხო? 20 საფეხური. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას, გავახილეთ თვალი, გავიხედეთ მარჯვნივ, თავი გაჩერებული გვაქვს, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. აბი გლუკოზა, აბა გავხუჭეთ თვალი, გავაკეთეთ ჩასუნთქვა ღრმად, გამოუშვით აერი, გააჩერეთ ხელები. ახლა მიაქციეთ ყურადღება. 0-დან 10-მდე ისევ რომ დაუკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას ან დაფიქრდეთ იმაზე, რაც გიქმნიდეთ სტრესს, 0-დან 10-მდე სად ხართ. და თუ შეიძლება კომენტარებში დავწეროთ, აი ამ სავარჯიშოს გაკეთებამდე სად იყო სტრესი, 0-დან 10-მდე რა დონეზე იყო და სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ სადამდე ჩამოვიდა სტრესი, ხო? აი ეს ორი ციფრი მომენტით თუ შეიძლება. იცოდეთ, ესე იგი, თუ ჩამოვიდა 2-იანზე, 1-იანზე, 0-ზე, საერთოდ გადასარევი. თუ არის უფრო დიდი, შეგიძლიათ გაამეოროთ კიდევ შემდეგ ეს სავარჯიშო. თუ
სისტემატიური სტრესის პირობებში ცხოვრობთ. შეეცადეთ, რომ შეძლების დაგვარად ყოველდღე აკეთოთ ეს სავარჯიშო. ეხლა, როდესაც ჩამოვიდა ქვემოთ, ანუ აღარ არის მაგალითად 10, 9, 8, ხო, 4-იანზე ჩამოვიდა, 4-იანზე ან ცოტა უფრო ქვემოთ. მოდი დაფიქრდით, აბა, თუ შეიძლება კომენტარებში დავწეროთ, აი ამ პირობებში, ხო, სადაც განის დიდი სტრესი, ზედსართავის სახელი რო გამოვიყენოთ, რას დაარქმევთ საკუთარ თავს? აი როგორი ვარ იმ მომენტში? დაპანიკებული ვარ? მაგალითად, გაციებული ვარ? აცახცახებული ვარ, რა ვიცი. უძლური ვარ, უსუსური ვარ, როგორი ვარ? რას ვაკეთებ არა? ვინ ვარ არა? როგორი ვარ? აბა დავწეროთ. დაძაბული, შეშინებული, მოწყენილი. ოკეი, გასაგებია. ახლა მოდი რაზე დავფიქრდეთ, ცით? აი ამ ნეგატიური შინაგანი მდგომარეობის, დაძაბული ხარ, გამოფიტული ხარ, მოწყენილი ხარ თუ როგორი ხარ. აი ამის საპირისპირო რა იქნებოდა პოზიტიური. მოდი ესეც დავწეროთ რა. მაგალითად, თუ არ დაძაბული, აქ შეიძლება ვიყო კომფორტული, ხო? თუ არ მოწყენილი, შეიძლება ვიყო ხალისიანი და ამავდროულად. აქაც ზედსართავ სახელს ვიყენებთ. აბა? დავწეროთ. საპირისპირო რო წარმოვიდგინოთ დადებითი. ახლა ვაკეთებ როგორც უყურეთ. მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში თავს გრძნობ დაძაბულად, ვარ დაძაბული. პოზიტიური ჩემთვის, მაგალითად, ეს არის კომფორტული. ვიწყებთ აი ესეთ მოძრაობას ხელების. შემდეგ მივატრიალეთ აი ეს ერთ მხარეს და ხმამაღლა წავრმოვთქვი აი ეს ზედსართავის სახელი. დაძაბული. შემდეგ აქეთ წამოვიყვანე კომფორტული. პოზიტიურს ვამბობ აქეთ. მეორე მხარეს ნეგატიურს ვამბობ. დაძაბული, კომფორტული. დაძაბული, კომფორტული. და აი ამას ვაკეთებთ 2-3 წუთი, ოღონდ თვალებს ხუჭავთ და ხმამაღლა უნდა წავრმოვთქვათ ეს, ხო? აი დაძაბული, კომფორტული. დაძაბული, კომფორტული. აბა ვცადოთ. მოდით ავიღოთ და ეს აქეთ ნეგატიურს ვამბობთ, იქით პოზიტიურს ვამბობთ, აქეთ ნეგატიურს ვამბობთ, ოღონდ ხმამაღლა ვიმეორებთ, ამას აქ უზარმაზარი მნიშვნელობა და ხელებს აქეთ იქით ვატრიალებთ. აქეთ მინუსი, იქით პლუსი, აქეთ ნეგატიური, იქით პოზიტიური. მოდი ცოტა ხანი გავაკეთოთ ესე. კიდე ერთი წუთი გავაკეთოთ. აქეთ იქით, ხო, ნეგატიური, პოზიტიური, ნეგატიური, პოზიტიური. თან დააგვირდით იმას, როგორ იცვლება თქვენი მდგომარეობა შინაგანი. როგორც წესი ამას ვაკეთებ, აი ამ ნეგატიური შეგრძნება ნელ-ნელა კლებულობს. პოზიტიური შეიძლება მატულობდეს, შეიძლება არა, მაგრამ ნეგატიური აუცილებლად კლებულობს ხოლმე ქვემოთ მიდით. Feltet აი ჩემ შემთხვევაში თუ არის დაძაბული კომფორტული, აი ამას რო ვაკეთებ და მონაცვლეობას, ხო, აი ეს დაძაბული სიტყვას კი ვამბობ, მაგრამ შეგრძნება აღარ მოდის, სხეული აღარ რეაგირებს ამაზე. ეს არის მიზანი.
რომ არ მოხდეს ჩვენი საკუთარი თავის აღქმის, ჩვენი მეს დამახინჯება. მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში თუ ასე ვთქვათ, აღიქვი საკუთარი თავი უსუსურად, შეიძლება ეს აღქმა საკუთარი უსუსურობის, რომ მე ვარ უსუსური, გადაიქცეს შენი პიროვნების მახასიათებელ ნაწილად. შეიძლება ამან გარდაქმნას შენი ცხოვრება მთელი, ისე გეგონება მართლა უსუსური ადამიანი ხარ, შეიძლება ისეთი ქცევა დაიწყო, ხო? თუმცა თავიდან თავდაპირველად მოცემულობაში შენი ხასიათის ნაწილი არ ყოფილა ეს არასდროს. ოკეი. მივხვდით მოკლედ. ესე იგი, რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუ ვართ აქტიურ სტრესში და არ ვიცით რომელ ხეზე ავძურეთ. აი ეს მდგომარეობა, უბრალოდ ეს მოძრაობა ხელების ვაკეთებთ, სანამ არ ვიგრძნობთ რომ მოგვეშვა მარტივად რო თქვა და აზროვნების უნდა დაგვიბრუნდა. როგორც წესი 7-დან 10 წუთამდე მაქსიმუმ ბრუნდება ხოლმე ტვინი ნორმალურ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში თუ მე აი რაღაცა შოკური სიტუაციის შემდეგ მოგვეცა დრო 5-10 წუთი, გავაკეთოთ მეორე სავარჯიშო, ხო? აი ეს გასეირნებებით. სხვაზე იქნება მდელოზე რაღაცა შეგიძლიათ მე ეს ვიდეო ჩანაწერი დარჩევა ბუნებრივია. ნახოთ და ასე ვთქვათ აკეთოთ იმდენჯერ რამდენიც გჭირდება. ხო, გარდა ამისა, ამ ჩანაწერს დავდებ YouTube-ის არხზე, ხო? ბმულს დავდებ აქ, იმიტომ რომ სხვა YouTube არხზე გადამაგ, ჩემი ქართული რაღაცეები, იმიტომ რომ Facebook-ზე დღეს დავდეთ რამდენიმე ხანში ამის პოვნას დაჭირდება დიდი ხანი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად page-ზე არის ფუნქცია ვიდეო, იქ შეგიძლია შეხვიდე და აბსოლუტურად ყველა ვიდეო დევს ერთ გვერდზე, რომ არ სკროლო და არ ეძებო საათობით. მაგრამ მათთვის, ვისაც არ აქვს ესეთი, ასე ვთქვათ, ცოდნა Facebook-ის ფლობის, მათთვის სპეციალურად დავდებ ამას შემდეგ იმაზე Facebook-ზე, YouTube არხზე ცალკე. იქ პრინციპში შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ეგ ვიდეო თქვენთან და გამოიყენოთ იმდენჯერ, რამდენიც გსურთ. კიდე ერთი მომენტი მნიშვნელოვანი. მესამე. მას შემდეგ, რაც სტრესმა იკლო, აი წამოხვეით, ხო, 10-დან ჩამოიყვანეთ სადღაც 4-იანამდე. მერე შეგიძლიათ მიამატოთ აი ეს მომენტი. აბა როგორ ადამიანად, როგორად ვგრძნობ, ოღონდ ეს არ თავის სახელი აცივებთ, ხო? როგორად ვგრძნობ ამ სიტუაციაში, ამ სტრესულ სიტუაციაში თავს. დაძაბულად, უსუსურად, გაგიჟებულად, გაცოფებულად რაც იქნება. შემდეგ ვარჩევთ საპირისპიროს პოზიტიურს და ვაკეთებთ ამას. აქეთ ნეგატიური, იქით პოზიტიური, აქეთ ნეგატიური, იქით პოზიტიური. იმდენ ხანს, ოღონდ დახუჭული თვალებით, ხმამაღლა წარმოთქვით. იმდენ ხანს, სანამ არ ვიგრძნობთ, რომ აი ამ ნეგატივს ეს ემოციური მუხტი გამოეცალა. სიტყვას კი ამბობ, მაგრამ რეაქციას აღარ იწვევს. გარდა ამისა, თუ სხვა ადამიანი ჩაგვივარდა შოკურ ან სტრესულ მდგომარეობაში, ესეც ვთქვით, რა უნდა ვაკეთოთ, ხო? ესენი. ბავშვებს რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მოიყვანეთ საკუთარი თავი სტაბილურ მდგომარეობაში, იმისთვის რომ თქვენს ბავშვებს გადაცეთ უსაფრთხოების სიგნალი, იმიტომ რომ რაცა უნდა უთხრათ თქვენი სხეული მაინც გაკიდით, ხო? იმ შემთხვევაში თუ პანიკა გაქვთ. გასაგებია რომ რკინის ადამიანები არ ვართ, ყველაფერი ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ. უმეტესად დღეში ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი. და ბავშვებს უნდა გაუგზავნოთ როგორც არავერბალურად, ისე ვერბალურად პირდაპირ სიგნალი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეენოთ უსაფრთხო. აი ესეთი მარტივი რაღაც. ახლა 2 წუთში მე უნდა გავიქცე, ამიტომ თქვენის ნებართვით ერთი შეკითხვა თუ გვაქვს რამე დავწეროთ, მინდა გთხოვოთ ეს ვიდეო მაქსიმალურად გააზიაროთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შევაიარაღოთ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. აი ამ უაღრესად საჭირო ცოდნით ჩვენს პირობებში და ალბათ რა ვიცი. ხო, კიდე ჩემს page-ზე უკრაინულ ენაზე დევს სავარჯიშო, რომელიც ასეთ საომარი პირობების მდგომარეობაში ეხმარება ადამიანს. გამოვიდეს შოკიდან, თუ ყავთ იქ უკრაინაში ვიღაცაები, ვისაც სჭირდება ეს მიხმარება, იმათაც გაუგზავნეთ. ამის წინა ვიდეო ან წინის წინა აღარ მოხდეს. აი ესეთი ამბები მოკლედ. აი, ჩემო კარგებო, უნდა დაგტოვოთ, ალბათ გაუფრთხილდეთ თავს და მომავალ შეხვედრამდე.